მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებ იმ შემთხვევებზე, როცა წონაში კლება რთულია, ზოგ შემთხვევაში ადამიანები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მეგობარიც კი არის საჭმელი, რომ მათ არც კი უნდათ რომ დაანებონ ზედმეტ ჭამას თავი, რადგან ემოციური განტვირთვის და ემოციურად სტრესის გამკლავების ერთადერთი გზა ჭამაა, რადგან იციან ძალიან კარგად მეთოდები, იციან რომ კარგია ვარჯიში ან ზომიერი ჭამა, მაგრამ არ უნდათ, რადგან არ აქვთ არც мотивация და მათთვის თუნდაც გარეთ გასვლა და სიარული ფეხით არაფერს არ ნიშნავს, არამედ უნდათ რომ ჭამონ და ამიტომ ჭამენ და მერე არიან ამ მანკიერ წრეში, რომ ეს ზედმეტი ჭამა იწვევს დანაშაულის გრძნობას, დანაშაულის გრძნობის გამო მეტი სტრესი აქვთ, კიდე უფრო მეტს ჭამენ, იმატებენ წონაში, კიდე უფრო აწუხებს დანაშაულის გრძნობა და ამ მანკიერ წრეში არიან ჩაბმულები, ვერ აღწევენ თავს და ნაწილობრივ არც უნდათ რომ დააღწიონ თავი, რადგან საჭმელთან ასეთი ძლიერი დამოკიდებულება აქვთ. აქ რო გულისხმობ რომ არ უნდათ დააღწიონ თავი, არ გულისხმობ იმას რომ რაც მათ თავს ხდება ეს მათი ნებასურვილია, არამედ გულისხმობ რომ საჭმელზე იმდენად ძლიერი დამოკიდებულებაა, რომ სხვა სტიმულანტები ან სხვა მოტივატორები ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება, ამას აქვს თავისი ახსნა, მთავარი რაც მინდა რომ ძალიან მკვეთრად თქვა ამ შემთხვევაში არის დოფამინი. დოფამინი არის ნეიროტრანსმიტერი, ჩვენ თავის ტვინში გამოიყოფა, რომელიც გვანჭებს სიამოვნებას და მეორე გვანჭებს мотивациას და თუ კი ადამიანმა იცის რომ დოფამინს მიიღებს ამ რაღაცისთვის გააკეთებს ბევრ რამეს, მაგალითად ნარკომანია, მაგალითად თამაშები, მაგალითად თუნდაც კომპიუტერული თამაში დოფამინის გამოყოფა, თუნდაც ჩხუბი დოფამინის გამოყოფა, ამიტომ არის რომ ადამიანი რო იტყვიან რომ აი რაღაცას რომ მეტყვის გადამეკეტებაო და რო აყვება ჩხუბში და შეიძლება ცემონ ერთმანეთი ადამიანებმა და არც ერთმა არ დაიხიოს უკან, რატომ? იმიტომ რომ დოფამინი გამოიყოფა მათ ორგანიზმში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს мотивациას, აგრესიას და პირდაპირ ვერ ვიტყვით რომ სიამოვნებთ ერთმანეთის ცემა ადამიანებს, მაგრამ იმ აგრესიაში გარკვეულ სიამოვნების ტალღას ღებულობენ და ასეთი სწრაფი დოფამინის წყაროა მათ შორის ჭამა და ადამიანები, რომლებიც შეჩოვლები არიან საჭმლისგან მიიღონ დოფამინი, ეს არის სწრაფი დოფამინი და ამას კონკურენციას ვერ უწევს ვარჯიში და ვერც მუსიკის მოსმენა და ვერც მეგობართან საუბარი, ასეთ შემთხვევაში, როცა ადამიანს ნასწავლი აქვს, რომ სწრაფი დოფამინი მიიღოს საკვებისგან, ამიტომ ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებით ძნელია დოფამინისგან ჩახსნა და ზუსტად ამიტომ განსაკუთრებით თუ კი მათი მდგომარეობა დაკავშირებულია ADHD-სთან და ADHD არ მიხსენებია შემთხვევით, ეს არის მდგომარეობა, შეიძლება ბევრმა იცით, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიული მდგომარეობა, რომელიც პოპულაციის თითქმის 10%-ს აქვს და მათ შორის აქვს ზრდასრულებსაც და ასეთი ადამიანები მუდმივად ეძებენ სწრაფ დოფამინს, რადგან მათ თავის ტვინში დოფამინის დონე დაკლებულია, ანუ დოფამინის დეფიციტი აქვს რეალურად ეს ადამიანებს, ამიტომ ესეთი ადამიანები ბევრად უფრო ძლიერად და მკვეთრად ეძებენ დოფამინის წყაროს და ასეთი წყარო არის საკვები, განსაკუთრებით ბევრის ჭამა, ამ ადამიანებს აქვს ემოციური კვების ეპიზოდები, საკვები მათი მეგობარია და ეგეთ დოფამინს, რასაც აძლევს ჭამა, ვერ აძლევს ვერც ერთი სხვა აქტივობა და ასეთ ადამიანებს ხშირად არ უნდათ რომ
დაანებონ ზედმეტ ჭამას თავი არ უნდათ კიდევ ერთხელ იმ გაგებით რომ ასეთ სტიმულაციას ვერაფრისგან ვერ პოულობენ ან საპირწონეს ვერ პოულობენ და ამიტომ არ უნდათ რადგან ერთადერთ მთავარ მეგობარს კარგავენ საკვებს ასეთ ადამიანებს ხშირად უყვართ ყველი განსაკუთრებით ან ხორცი და ტკბილეული, რადგან მაგალითად ყველი და ხორცი თიროზინს შეიცავს და დოფამინის სინთეზისთვის არის აუცილებელი, ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც სეროტონინის სინთეზისთვის არის აუცილებელი, სეროტონინს და დოფამინს ორივე ადამიანს თავს აგრძნობინებს კარგად და ორივე მნიშვნელოვანია, ამიტომ ადამიანებს უყვართ ასეთი საკვები, შაქარი და ცხიმიანი საკვები კიდე დოფამინის მოზღვავებას იწვევს მოკლევადიანად, რა თქმა უნდა, არ არის ეს გრძელვადიანი, თუმცა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ხშირად ადამიანებს აქვთ კვებითი ასეთი დარღვევა, კვებითი აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია ჭარბი პირიქით დოფამინის დეფიციტთან და ADHD-სთან, ადამიანები სწავლობენ დროთა განმავლობაში ჰიპერაქტიულობის და ყურადღების დეფიციტის დაფარვას, შეფარვას და შენიღბვას, ამიტომ შეიძლება მათ არ აქვს დიაგნოსტირებული, მაგრამ როცა ესეთი მძიმე და მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობაა საკვებზე, ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ხომ არ აქვს ამ ადამიანს ADHD, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მოკლედ. ახლა ვთქვათ, როგორ უნდა ამოვიცნოთ ADHD, ასეთი ადამიანები მაგალითად არიან გულმავიწყები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ასევე დედლაინებს, შეხვედრებს აგვიანებენ ძალიან ადვილად, დროის მართვა არ აქვთ კარგი და ან ყოველთვის აგვიანდება, დისორგანიზებულები არიან, არ უყვართ მაგალითად არ უყვართ კი არა, ანუ შეიძლება აი არეულობა იყოს მაგალითად მათ მაგიდაზე და ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა რეალურად ასევე პროკრასტინაცია, გადადება საქმის, თავიდან აცილება, კომპლექსური თასკების, გულისყურს ვერ უდებენ ადვილად, მაგრამ ასევე ახასიათებთ ჰიპერფოკუსი. ჰიპერფოკუსი ნიშნავს, რომ არის ესეთ ადამიანებს აქვს უნარი, რომ რაც უყვართ, იმას ძალიან დიდი დრო და ენერგია დაუთმონ, შეუძლიათ საათები გაუნձრებლად აკეთონ ის საქმე, რაც მათ უყვართ, შეიძლება იყოს საყვარელი ფილმის ყურება, ან საყვარელი წიგნის კითხვა, ან კომპიუტერული თამაში, ან რამე ნებისმიერი, რომელიც ისეთი საქმე, რომელიც მათ უყვართ, ეს ახასიათებს, რომ შეუძლიათ რომ ჰიპერფოკუსი გააკეთონ. თუმცა აი სხვა რაღაცების გამო შეიძლება ადვილად გაღიზიანებადები იყვნენ ესეთი ადამიანები, იმპულსურები იყვნენ, გადაწყვეტლებას ადვილად ღებულობდნენ, ჯერ ამბობენ და მერე ფიქრობენ, ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ, გადაწყვეტლებებს უცებ მიიღებენ და არ უყვართ შენელებული გრატიფიკაცია. ანუ რო უთხრა, რომ მაგალითად ეხლა მოგცე 1 ლარი თუ ხვალ მოგცე 100 ლარი, გეტყვიან ეხლა მომეცი 1 ლარი. ან ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან ხვალ 100 ლარი, მაგრამ იდეას ვამბობ, რომ ანუ ის რომ მომავალში რაღაცა სასიკეთო იქნება, ეხლა თუ მოითმენენ, მათთვის ზოგადად უცხოა. თუმცა კი რა თქმა უნდა სწავლობენ, რომ დროთა განმავლობაში რაღაც დონეზე ყურადღება მიაქციონ და ასეთი რამე ემართებათ ხოლმე ამ ადამიანებს კვებასთან დაკავშირებით, რადგან ADHD-ის შემთხვევაში ადამიანებს დოფამინი დაბალი აქვს, დოფამინის წყარო კიდე საჭმელია და ამიტომ არის რომ ემოციურად საკვებზე მიჯაჭვულები ხდებიან ხოლმე ესეთი ადამიანები. და ეხლა ვთქვათ რა არის მკურნალობა. მკურნალობა კარგი ის არის რომ შესაძლებელია, ისიც კარგია რომ ეფექტურადაც შესაძლებელია, ოღონდ რთულია და ძირითადად მკურნალობა შედგება ორი კომპონენტისგან.
კოგნიტიური behavioral თერაპია ან უფრო მეტად დიალექტური behavioral თერაპია. ეხლა დიალექტური behavioral თერაპია რას ნიშნავს? მე მაქვს კოგნიტური behavioral თერაპიაზე ბევრი ნასაუბრები, ვისაც გაინტერესებს შეგიძლია ჩემი წინა ვიდეოები ნახოთ. რაც შეეხება დიალექტურ behavioral თერაპია, ეს არის ესეთი რამე, რომ გასწავლის როგორ იცხოვრო ემოციებით, ან ჩვენს გარშემო ხდება ბევრი ცუდი და კარგი და ჩვენ მრავალ შემთხვევაში არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ მივიღოთ ეს ცუდიც და კარგიც და ვისწავლოთ ცხოვრება მათთან ერთად და დიალექტური behavioral თერაპია გასწავლის როგორ იცხოვრო აი ამ ემოციურ ქარტეხილებთან ხარ ცუდად არაუშავს იყავი ცუდად. აი მას გასწავლის მარტივად რომ ვთქვათ, მაშინ როცა ვთქვათ კოგნიტიური behavioral თერაპია გასწავლის როგორ შეცვალო შენი ფიქრები და ეს გასწავლის როგორ მიიღო ის ემოციური სიძნელეები, რომელიც გაქვს. და დიალექტური behavioral თერაპია ძალიან ეფექტურია ასეთ შემთხვევებში, როცა ადამიანს ძალიან ძლიერი დამოკიდებულება აქვს კვებასთან დაკავშირებით და ეხლა გაგიზიარებს 7 მთავარ ტექნიკას, რომელიც არის დიალექტური behavioral თერაპიიდან, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ მართოს საკუთარი თავი კარგად კვების კუთხით. პირველი ტექნიკა არის ასეთი, რომ 5 წუთიანი პაუზა, ამას ქვია იმპულსურობის შემაჩერებელი, მაგალითად გინდა ძალიან ჭამა, არ უთხრა შენ თავს, რომ მე არ შევჭამე ხა საჭმელს და არაფერი არ იქნება, არამედ უბრალოდ დააყენე ტაიმერი 5 წუთზე, 5 წუთში რომ ამ 5 წუთის განმავლობაში გაიარე, გამოიარე, წყალი დალიე, აივანზე გადი და 5 წუთის მერე რო გავა შენ თავს კითხე, რომ ანუ კიდევ მინდა ჭამა? თუ კიდევ გენდომება ჭამე, ოღონდ ნელა და გააზრებულად, ისე რომ იყო აწმყოში, ამას ეძახიან mindfulness, ანუ გაცნობიერებულად, ნელა ეცადე გემო ჩაატანო და უნდა ეცადო არ ჭამო ბევრი, თუმცა დროთა განმავლობაში ამას თუ ხშირად გამოიყენებთ ამ ტექნიკას, მნიშვნელოვნად შეამცირებს უკონტროლო ჭამის ეპიზოდებს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს იმას, რომ თქვენს უნარს რო ჭამოთ ნაკლებად. მეორე ტექნიკას ქვია 10 წუთიანი გადართვა ან დოფამინის გადართვასაც ეძახიან ხოლმე და რას ნიშნავს ახლა ეს, როცა ასეთი მოგინდებათ რომ შეჭამოთ, თქვენ თავს მიეცით 10 წუთი არა და ეს 10 წუთი იყოს არა კვებითი დოფამინის წყარო, ანუ რამე სასიამოვნო გააკეთე 10 წუთის განმავლობაში, რომელიც არ იქნება ჭამა, მაგრამ სასიამოვნო იქნება, მაგალითად მუსიკის მოსმენა ან რამე სასაცილოს ყურება, ან ძაღლს შეიძლება მოეფერო, ან მეგობარს დაელაპარაკო, ან გაისეირნო, ან რამე თამაში ითამაშო და ეს 10 წუთი რომ გავა, შენს თავს კითხე, რომ ანუ კიდევ მინდა რომ ჭამო და თუ შენ თავი გეტყვის რომ კიდე კი მინდა, შეგიძლია ჭამო, მაგრამ ამას თუ ხშირად გააკეთებ, შენი ტვინი შეჩვევა იმას, რომ შეცვალოს დოფამინის წყარო და დოფამინის წყარო არ იყოს მხოლოდ საკვები. ასევე მაღალი ეფექტურობა აქვს მაგ მეთოდსაც. მესამე მეთოდი არის ვიზუალური შიმშილის შკალა, ესე ქვია. ეს რას ნიშნავს, რომ როგორც შკალა ასე წარმოიდგინო შენი ორგანიზმი და შენი შიმშილის გრძნობა შეაფასო 0-დან 10-მდე. ოღონდ პირიქით რა, 10 არის რომ ძალიან მაძღარი ხარ, 0 არის რომ უზომოდ მშიერი ხარ. აქედან 5-ზე უფრო ნეიტრალურად, 5-ზევით როცა რაღაცა გინდა, მაგრამ აი ოდნავ მშიერი ხარ სადღაც 5-6-ზე, 7-დან 10-მდე უკვე სავსე ხარ, მაგრამ შეიძლება შოკოლადი მაინც შეჭამო, იმიტომ რომ გინდა და ეგ სუფთა კრეივინგია. 3-4-ზე კარგად გინდა, მაგრამ ისე არ ხარ რომ ვერ გაუძლო და
არც ისე არ ხარ რომ საკვებს ეტაკო და ძალიან ბევრი შეჭამო და 1-2-ზე ან 0-ზე ძალიან დამშეული ხარ. ასე რომ წარმოიდგინოთ ეს სკალა და დაახლოებით სტრატეგია უნდა იყოს თქვენი ესეთი რომ დაახლოებით 3-4-ზე ან 4-5-ზე ჭამო საჭმელი, არ უნდა დაელოდო რომ შიმშილი ჩამოვიდეს 1-2-ის დონეზე და როდესაც შეჭამ უნდა ეცადო რომ შეჩერდე 6-7-ის დონეზე, ანუ 6-7-ს არ აცდე, ანუ ყოველთვის ისე ჭამო რომ ყოველთვის კიდე შეგეძლოს ჭამა, ანუ ისეთ დონემდე უნდა მიხვიდე რომ ყოველთვის კიდე შეგეძლოს ჭამა და ეს თუ კი ამას შეეჩვევით დროთა განმავლობაში კიდე დაახლოებით 50% შეამცირებს იმპულსური კვების ეპიზოდებს. მეოთხე მეთოდი არის მიკროჟურნალინგი, ან დღიური ემოციების დღიურსაც ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ აი კვების წინ მაგალითად ჩამოწერო როგორ გრძნობ თავს და თითო წინადადებით დაწერა, აი როგორ გრძნობ თავს. ეხლა მაგალითად ვარ შეშინებული და მინდა ჭამა, ან დაღლილი და მინდა ჭამა, ან განერვიულებული და ასე. და კვების მერეც თუნდაც ორ-ორი წინადადებით დაწერეთ. არ არის სავალდებულო რომ რაღაც დიდი ტრაქტატები წეროს ადამიანმა, თუნდაც ერთი წინადადება ან ორი წინადადება დაწერეთ კვებამდე და კვების მერე და კვების მერე მაგალითად შეგიძლია თქვა რომ როგორც იგრძნობ თავს, რომ კი უფრო მშვიდად ვარ, მაგრამ მაინც სტრესში ვარ, ან ასე როგორც იქნებით, მოკლედ იმის მიხედვით და ეს რომ დაგროვდება, კვირაში ერთხელ წაიკითხეთ, რომ წაიკითხავთ, ეცადეთ რომ პატერნები, ანუ მოდელები, თქვენი ემოციის მოდელები დაიჭიროთ, დაახლოებით როგორ რეაგირებთ და როგორია თქვენი კვებითი ქცევა და აი ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამას თუ ხშირად გააკეთებთ, ასევე მეტად გაძლიერდება თქვენი გაცნობიერება საკუთარი ემოციური კვების და ქცევის და ნაკლები იქნება გაუცნობიერებელი და უკონტროლო ჭამის ეპიზოდები. მეხუთე მეთოდი არის ემოციების ლეიბელინგი, ანუ ემოციებს რომ დაარქვა თავისი სახელი, როცა ძალიან მოგინდება ჭამა, არ არის პრობლემა ჭამე, ოღონდ გაჩერდი ცოტა ხანი და უთხარი შენ თავს, რომ აი რას განვიცდი ჭამის წინ, ეხლა რა ემოცია მაქვს და აი მოწყენილი ვარ და ვჭამ. შეგიძლია თქვა, ოღონდ ხმამაღლა უნდა თქვა, რომ აი მე მოწყენილი ვარ და ვჭამ. მე გაბრაზებული ვარ ეხლა და ვჭამ. მე ის მაგალითად სევდიანად ვარ და ეხლა ვჭამ. ეს რას ნიშნავს, რომ ხშირად განსაკუთრებით ADHD ვისაც აქვს, ასეთ ადამიანებს აქვთ ემოციების განცდის ნაკლოვანება. ნაკლოვანებაში გულისხმობ, რომ ვერ განიცდიან ემოციებს კარგად, არ არიან შეჩვეული ემოციების განცდას, იმიტომ რომ იმპულსურად მოქმედებენ უმეტესად და ამ დროს გამოსავალი არის ჭამა მაშინვე, მით უმეტ როცა კი გაუჭირდებათ და აი ამას ებრძვის ზუსტად ადამიანი თავს იგრძნობს უკეთესად, დროთა განმავლობაში ადამიანი ისწავლის ამ ემოციების განცდას და დაახლოებით 40% ამცირებს კრეივინგებს დროთა განმავლობაში ეს მეთოდი. მეექვსე მეთოდი არის მეგობრის გაჩენა, ან რა ვიცი, შეიძლება ეს მეგობარი არ იყოს, ოჯახის წევრი იყოს, საკვების ჭამისას ჭამე მეგობართან ერთად, ან საყვარელ ადამიანთან, ან ახლობელთან ერთად, ან ვინმესთან ერთად, რომელიც ანუ შეუკავშირე კვება სხვას. ხშირად არის ესეთი ადამიანები ჭამენ მარტო და რომ ჭამენ მარტო, ჭამენ იმპულსურად, ჭამენ გაუცნობიერებლად, ჭამენ ბევრს და როცა ჭამ ადამიანთან ერთად შედარებით მეტად გაცნობიერებულად ჭამ და მუდმივად გაბრუნებს გზაზე, როგორც აი ადამიანთან ერთად რომ მიდიოდე ბილიკზე და აი რომ გადადიხარ და რო უყურებ ამას, მერე სწორად მიდიხარ ისევ. ესეთი შეიძლება იყოს მეგობარი, ახლობელი, საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი და ასე. ნებისმიერი ადამიანი, რომლის მიმართაც ნდობა გაქვთ. და მეშვიდე ტექნიკა არის რესეთი და რესტარტის ტექნიკა ქვია და რას ნიშნავს, რა არის მთავარი, რომ როგორც კი შეჭამე ბევრი, მაგალითად
კრიტიკის გარეშე, მიიღე კრიტიკის გარეშე, რომ ბევრი შეჭამე, არა უშავს, არ ინერვიულო, არ ჩაყვე ემოციებს, არ ჩაყვე ნერვიულობას და სპირალურად არ დაიწყო ნერვიულობა ამაზე, თორემ ეს არ გაჩერდება, იმიტომ რომ ADHD-ის ვისაც აქვს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ჰიპერფოკუსი ახასიათებს და შეუძლიათ ისეთი ფოკუსირებული გახდნენ ამ პრობლემაზე, რომ თავი დაიდანაშაულონ უსასრულოდ, მერე კიდე ეს გამოიწვევს მეტის ჭამას და ასე სპირალურად იარონ წრეზე, მოკლედ ძალიან დიდი პრობლემა იქნება ეგ, ამიტომ არ დაიდანაშაულოთ თავი, არა უშავს თქვი, რომ ხდება, ყველაფერი ხდება, არ არის პრობლემა, შეცდომა პროცესის ნაწილია, დავიწყებ ახლიდან დაიწყე იქამდე, სანამ არ გამოგივა, არ დაუწესო შენ თავს არანაირი შეზღუდვა, არანაირი, თქვა ამ 5-ჯერაც ვცდი და 6-ჯერაც ვცდი, არა ვცდი და დავიწყებ ახლიდან იქამდე, სანამ არ გავაკეთებ, სანამ არ გამომივა უპირობო და აი როგორც ბავშვი რო ეცემა სიარულის სწავლის დროს, ხომ არა აქ პირობა, რომ ეხლა 7-ჯერ წამოვდგები და მერვეჯერ აღარ წამოვდგები, ხო? რამდენჯერად დაეცემა, იმდენჯერ წამოვდგება. ასევე უპირობოდ უნდა შენ თავს უთხრა რა, რომ არ მაინტერესებს მე რა იქნება შედეგი, მე რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ ავდგები, გავაგრძელებ ნულიდან. ეხლა რა უნდა გაითვალისწინოს კიდე ადამიანმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთი ძლიერი ემოციური კვება აქვს ადამიანს, არ უნდა ცადო შიმშილობა, არ უნდა ცადო ინტერვალური შიმშილი, კეტო დიეტა და ეგეთი რაღაცები, არ უნდა ცადო მნიშვნელოვანი შეზღუდული დიეტები, თორე გააუარესებს ეგენი მდგომარეობას, ოპტიმალური მაგ დროს არის 3-ჯერ დღეში ჭამა, 2-3 წახემსებით, შეიძლება მეტი წახემსებითაც, რადგან სტაბილურად შენარჩუნდეს დოფამინის და სეროტონინის დონე ორგანიზმში და მათ შორის გლუკოზის დონეც. ყველა ჭამაზე უნდა ეცადოთ, რომ საკვები იყოს ცილასთან ერთად, ან ცილიან საკვებთან ერთად, უფრო სტაბილური და მეტი ეფექტისთვის და რა თქმა უნდა, კალორიებით არ უნდა მიიღო ისე რომ ზედმეტი მოვიდეს ადამიანს წონაში მოიმატოს, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე ეგეც არაა პრობლემა, ან პირველ ეტაპზე მთავარია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ემოციური კვების ეპიზოდები. წამლებიდან რაც ყველაზე მნიშვნელოვნებია და პირველ რიგის პრეპარატია მაგალითად Lisdex ამფეტამინი, რომელიც არის, ეხლა ეს არის შოვება ურეცეპტოდ და რა თქმა უნდა საჭიროა ნევროლოგის ან ფსიქიატრის რეცეპტი, რომ ესეთი პრეპარატი, თუმცა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ FDA-ის მიერ არის აღიარებული როგორც კვებითი აშლილობის, აი binge eating disorder-ის, ასევე ADHD-ის სამკურნალოდ, ანუ ორივეს სამკურნალოდ არის აღიარებული, დოფამინის და ნორადრენალინის დონეს ზრდის, თან ეტაპობრივად ზრდის და მაღალი ეფექტურობა აქვს ძალიან და თუმცა აქვს თავისი რისკებიც, ამიტომ საქართველოში არ ვიცი რამდენად აქტიურად გამოიყენება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პრეპარატია მოკლედ. მეორე ერთ-ერთი საუკეთესო არის კიდე მეთილფენიდეიტი, რომელიც დოფამინის და ნორადრენალინის აგონისტია, ასევე თავის ტვინში მათ რაოდენობას ზრდის მოკლედ და FDA-ის მიერ არის აღიარებული ADHD-ის სამკურნალოდ და ამ ემოციური კვებისთვის კიდე ხშირად იყენებენ ძალიან, თუმცა Lisdex ამფეტამინი უფრო ეფექტურად მიიჩნევა, ეს შეგვიძლია ვთქვათ. ხო, კიდე არის რამდენიმე სტიმულანტიც და რამდენიმე არასტიმულანტიც, რომელიც გამოიყენება და რომლებიც აი დოფამინის დონეს ზრდის, ან ნორადრენალინის დონეს ზრდის და არის მათ შორის ეფექტური. ეს პრეპარატები როგორც წესი არის რეცეპტით მოკლედ და მაგალითად აი ბუპროპიონი არის ესეთი ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება, რომელიც ნორადრენალის და დოფამინის დონეს ზრდის და FDA-ის მიერ არ არის აღიარებული, მაგრამ ძალიან დიდი ხანია მოკლედ გამოიყენება და ბევრ გაიდლაინშიც არის მოცემული შესაბამისად ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.
ატომოქსეტინია კიდე, რომელიც FDA-ის მიერ არის აღიარებული როგორ ADHD-ის სამკურნალოდ, რომელსაც ძალიან მაღალი უსაფრთხოების პროფილი აქვს, რადგან არ აქვს რისკი დამოკიდებულების და შესაბამისად კიდე guanfacine არის ესეთი პრეპარატი, რომელიც FDA-ის მიერ არის აღიარებული ADHD-ისთვის, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ნუ მაინც ბუპროპიონი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ FDA-ის მიერ არის აღიარებული, მაინც რჩება ხოლმე როგორც წესი ერთ-ერთ წამყვან სამკურნალოდ ესეც დროს. ხო, გააშლია ხოლმე სირთულეს, ეხლა მაგალითად ის ამფეტამინები, სტიმულანტებია და საკმაოდ სერიოზული მედიკამენტებია, ისე ადვილად არ იშოვება, მოკლედ რეცეპტი ჭირდება და შესაბამისად ჭირდება ფსიქიატრია ან ნევროლოგი, თუმცა ძალიან ეფექტურებია, რთულ შემთხვევებში ისინი გამოიყენება, შეიძლება მხოლოდ, შეიძლება კომპლექსურში გულისხმობ, რომ მაგალითად რომელიმე ის და აქედან ატომოქსეტინი მაგალითად არასტიმულანტი იმისთვის რომ კარგად მოხდეს სიმპტომების კონტროლი თუ ჭირდება ადამიანს თუ არა და მარტოც გამოიყენება. კიდე არის ძალიან გავრცელებული, შეიძლება ბერმა იცით კიდევაც ფლუოქსეტინი, სერტრლაინი, ეგენი არის ძალიან გავრცელებული ანტიდეპრესანტები, რომელსაც ორივე განსაკუთრებით ფლუოქსეტინი მაგალითად FDA-ის მიერ არის აღიარებული როგორც ბულემიის სამკურნალო საშუალება და ემოციური კვებისასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს მოკლედ ფლუოქსეტინი მიიჩნევა რომ ასევე ამცირებს მადას ბევრ შემთხვევაში ასტაბილურებს სეროტონინის დონეს და ფლუოქსეტინი გამოიყენება ხოლმე ფლუოქსეტინით იწყება ბევრ შემთხვევაში მკურნალობა თუ კი ეს ADHD სიმპტომი მაინც და მაინც დიდად არ აქვს ადამიანს გამოხატული, მაგრამ ემოციური კვება მნიშვნელოვნად აქვს. ასევე ეს ფლუოქსეტინი ცოტა სტიმულანტის ეფექტიც აქვს და მოტივაციას და ენერგიას უძლიერებს ადამიანს, მაშინ როცა სერტრლაინი მაგალითად პირიქით ცოტა უფრო დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. წონასთან დაკავშირებით ოდნავ უფრო წონაში კლების ეფექტი უფრო ფლუოქსეტინს აქვს, ამიტომ ფლუოქსეტინი ჯამში უფრო ხშირად გამოიყენება ასევე ბუპროპიონი და ფლუოქსეტინი კომბინაციაში ან ფლუოქსეტინი და ის ბუპროპიონი და სერტრლაინი კომბინაციაში. მოკლედ კომბინაციები და ისინი გამოიყენება ხშირად ცალათაც. კიდე არის ხოლმე კითხვები რომ მთელი ცხოვრება უნდა სვას ადამიანმა, არა, როგორც წესი მთელი ცხოვრება არ არის ხოლმე საჭირო, თუმცა ზოგ შემთხვევაში, რთულ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრება გახდეს ესეთი პრეპარატების დალევა საჭირო, მაგრამ როგორც წესი 1-2 წელი საკმარისია ხოლმე, მერე ადამიანი სწავლობს ჯანსაღად როგორ უნდა იკვებოს და შესაბამისად აღარ ჭირდება ხოლმე, ანუ ვინც მკურნალობს 70% შემთხვევაში და მეტში გრძელვადიანად 5 წელი და მეტი ეს პრობლემა უგვარდებათ ხოლმე, ნუ 10-15%-ია ვისთანაც ვერ ხერხდება, უმეტესობასთან ხერხდება მოკლედ და მკურნალობას ექვემდებარება, რაც კარგია, რა თქმა უნდა ადამიანის მონდომება საჭიროა, რა თქმა უნდა კომპლექსური მიდგომა საჭიროა. ფსიქოთერაპიებზე თუ ილის ადამიანი მთლად კარგი, საუკეთესო ვარიანტია, რადგან მნიშვნელოვნად ეხმარება მოკლედ ფსიქოთერაპიები ამ ყველაფერს. კიდე არის ხოლმე კითხვა აი ტოლერანტობაზე და მიჩვევაზე და იმაზე რომ გვერდ ეფექტებზე, როგორც წესი რაც ჩამოთვალე ესენი გრძელვადიანად მიიჩნევა უსაფრთხოდ, ან წლების განმავლობაში ნიშნავენ ხოლმე და უსაფრთხოდ მიიჩნევა. ოღონდ აქვს ეხლა სტიმულანტებს მაგალითად იმ ამფეტამინებს, რა თქმა უნდა აქვს რისკი იმისიც რომ გამოიყენოს ადამიანმა როგორც ნარკოტიკი, ეგ რისკი დიდი არ აქვს, ეხლა დიდი ნარკოტიკები ეგენი არ არის, მაგრამ მაინც ზოგი იყენებს და შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო. თუ ადამიანს რისკი აქვს იმის რომ დამოკიდებულება გაუჩნდეს და ეგეთი რაღაცები, მაშინ არასტიმულანტები გამოიყენება მაგ დროს.
ასეთი რისკი არ აქვს. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნებისმიერ რამეზე შეიძლება განვითარდეს ადამიანს, მათ შორის ყავაზეც და სხვა ყველაფერზე შესაბამისად, ამ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას არ გულისხმობ, ეგეც არ არის პრობლემა, ნელ-ნელა აი ტეიპერინგი ქვია, ტეიპერინგს მიმართავენ ხოლმე, როცა იწყებენ ან ამთავრებენ ესეთ წამლის მიღებას, ან ნელ-ნელა ჯერ ძალიან დაბალი დოზით იწყებენ და უმატებენ და პირიქით რო ასრულებენ, ასევე დოზას ამცირებენ დროთა განმავლობაში და ასე ირიდებენ თავიდან იმ გვერდ ეფექტებს, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს მოხსნას. ჩვეულებრივი ამბავია მოკლედ ესეც. ხო, კიდე რა, ხო, და ჯამში მოკლედ უსაფრთხოდ მიიჩნევა ისინი, რაც ჩამოთვალე, მიჩვევა მეტნაკლებად შეიძლება გამოიწვიოს ცოტა იმ სტიმულანტებმა, დანარჩენი ფსიქოლოგიურ მიჩვევას, სხვა ისეთ მიჩვევას არ იწვევს. ხო, ეს იყო პრინციპში რისი თქმაც მინდოდა და ტოლერანტობის დროს კიდე ეს დღების გამოტოვება არის ხოლმე ერთ-ერთი ტოლერანტობის თავიდან აცილების საშუალება, მაგალითად 5 დღე დალია, 2 დღე არ დალიო და ესეთი ან 1-2 წლის მერე ცვლიან ხოლმე მედიკამენტებს, სხვა მედიკამენტი მერე ისევ შეცვლიან თუ ხანგრძლივად ჭირდება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.